ლილე ბენდელიანი 6 წლის. სწავლობს სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მაშინდელი ნახატების ზოგი მაქვს შენახული. 5 წლის რო გავხდი, შევედი ხატვის სტუდიაში. ჩემი ხატვის მასწავლებელი ქვია ქეთი ბარამიძე. არის კეთილი და ეცგული. გვასწავლის ყველაფერს. სტუდიაში ვისწავლე ფერების შეერევა. მაგალითად, ვარდისფერი და წითელი შეულიე გამომივიდა ისე ვარდისფერი. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ არის მუქი ფერი. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილის ხატვა, მთების და ხეების. ყველაზე ძნელია კოშკის დახატვა. მე ვარ ნამყოფი ნამდვილ კოშკში. დედიკომ და მამამ წამიყვანეს შვანეთში და იქ ვიყავი კოშკში. ყველაზე ადვილია მთების დახატვა. ვაგროვებ ჩემ ნახატებს, იმიტომ რომ მოვაწყო გამოფენა. ეს გამოფენა მინდა იყოს სტამბოლში. ვაპატიჟებ გამოფენაზე დედას, მამას და მეგობრებს. შორი კია, მაგრამ ვისაც მოუდება მოვა. ჯერ ნახატი არ გამიყიდია, მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი აღირება 20 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ნუთხა. საყვარელი საჭმელია ყველიანი მაკარონი. მე უკვე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო ნამცხვარი ზებრა. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ტორტებს. ზოგჯერ ტორტებს ვარცხობ ჩემი რეცეპტით. მე შემიძლია გასწავლო მარწყვის ტორტის გამოწყობა. ცომით მოზილავთ, შემდეგ მოვაწყობთ, მე დავჭირთ შიგნით მარწყვებს შავასხობთ, მე მოურევთ და გამოგვივა კრემს დავასხავ და გამოგვივა მარწყვის ტორტი. მინდა ზოგჯერ მარტო დავხვდე სტუმრებს და გავუმასპინძლდე. თუ მოგინდებათ, თქვენც მესწუნეთ. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ ხორუმში. მახსოვს პირველი დღე ხორუმში რომ მივედი. უკვე ვიცოდი ცეკვა და საერთოდ არ ვნერვიულობდი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ფეხის წვერებზე დგომა. ყველაზე უფრო ადვილი იყო ტრიალი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ლეთია ტრიალი. ჯერ კონცერტი არ მქონია, მინდა რომ მალე მქონდეს. ერთი სული მაქვს ვიცეკო დიდ სცენაზე. ეს კონცერტი მინდა მქონდეს დუბაიში, მაგრამ ჯერ ბომბებია. ამ კონცერტზე მინდა მეცვალს მოკლე ვარდისფერი კაბა. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკო 80 წელი. ახლა მინდა ვიყო 16 წლის, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებთან ერთად წავალ სადმე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კეთილი მასწავლებლები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ტასო, ყველაზე ჭკვიანია სანდრო, ყველაზე მშვიდია ანინა, ყველაზე ცელკი ლაზარი, ყველაზე ბედნიერი მგონია მია. მე ვარ ყველაზე პრანჭია, ლამაზი, კეთილი და პრინცესა. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ხელოვნების მასწავლებელი გიორგი. იმიტომ მიყვარს რომ გვასწავლის ბევრ რამეს, კეთილია, გვიყვება და ასევე გვახარებს. რა თქმა უნდა, მიყვარს თეონა მასწავლებელიც. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოგზაური. პირველ რიგში ვიმოგზაურებ სოხუმში და სტამბოლში. ჩემი მამიკო სოხუმიდან არის და ძალიან უყვარს იქაურობა. მე მგონია სოხუმში მაეწავა მთელი ოჯახი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მოდელი. ძალიან ლამაზი ვარ, მაგრამ ახლა მოდელობა გადავიფიქრე. მე რომ ასეთი კარგი გოგო ვარ, დედიკოს დამსახურებაა. დედიკო არის გულთბილი, ლამაზი და მშვენიერი. მამიკო არის გმირი, ბედნიერი და უნდა რომ არაფერი არ მეტკინოს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ ზედამიწაზე. ჯანმრთელი ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს. მე მიყვარს მუთმინების ყურება. ჩემი საყვარელი მუთმინია კოკო. საყვარელი წიგნია დედაენა. ზღაპრებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ჭრილი და ჭიანჭველა. იმიტომ რომ კეთილები არიან და მეგობრობას გვასწავლიან.
წინე მონასტრიდან დამიტოვა შეკითხვა. ლილე რომ მერქვას რა მერქნეოდა. მე ლილე დამარქვა დაჯიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლილე რომ მერქვას ალბათ მერქმეონდა ელენე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ტაქსა. ბედნიერება არის შოპინგი და დედიკოსთან ერთად სამი წასვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.